მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რა თქმა უნდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვნად ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანი ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია ექნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოპერატორზე თავდასხმა, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ იმავე ადგილზე, მთაწმინდაზე, 2 დღის წინ მიღბიანმა მომიტინგეებმა ძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 2 ახალგაზრდა კაცს და ცოტა რთულია ამ ვითარებაში რეაგირება, ნიღბებით დადის ყველა, ვისაც არ ეზარება, ჟარგონზე რომ ვთქვათ, და ადგილი აქვს ასეთი ტიპის ძალადობის. გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს, რა თქმა უნდა, რეაგირება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, ვეღარ ხდება უკვე იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გუშინ უკვე ერთგვარი ანონსი გაკეთდა და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიგრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელშეუწყობს ძალადობის პრევენციას, შეკრებების წარმართვის დროს. ასეთი კანონები მოქმედებს არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი, ისე რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედება. საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ და მე მინდა თითოეულ საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა ყველას მოუწოდო ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მე მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა პოზიტივის ჟურნალისტის ქალბატონი სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, ახალგაზრდა გოგო, 20 წლის გოგო, რომელსაც პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და მიაყენეს უმძიმესი შეურაცხყოფა. ეს ძალადობა თავის დროზე არათუ არავის არ დაუგმია, პირიქით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიურ კონტექსტში ამ ვიდეო კადრებს და მე მახსოვს დაახლოებით 3000 ლაიქი დაუგროვდა შესაბამის ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი რადიკალი ხელოვანის მიერ, რომელიც ხელოვნების სფეროში შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ არ იყო კაცობა იმისათვის, რომ ქალზე ძალადობის ვიდეო პოზიტიურ კონტექსტში არ გაეზიარებინათ და გამოგნებელი ის არის, რომ 3000-მა ადამიანმა მოიწონა, ეს არიან ნაცები, რა თქმა უნდა, 3000-მა ადამიანმა მოიწონა ჟურნალისტზე ძალადობა გმირთა მოედანზე. მინდა შეგახსენოთ მეგინ არსავიძის შემთხვევა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 1 თვის წინ არც არის 1 თვე გასული, ვიხილეთ ვაკეში თორსები მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა ეს ძალადობა. ამ შემთხვევაშიც მოძალადე ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე, დაახლოებით 100-200 ადამიანი, აქაც პრაქტიკულად ალყაში იყო მოქცეული იმედის ჟურნალისტი და მის მიმართ განხორციელდა უმძიმესი ძალადობა. მე მახსოვს აქ ტარდებოდა ბრიფინგი, მე ვატარებდი ბრიფინგს, როდესაც აქვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტელევიზიების ჟურნალისტებს თხოვეთ დაეგმო მეგინ არსავიძის წინააღმდეგ ძალადობა, არც ერთმა არ დაგმო. რა თქმა უნდა, ასეთი ორმაგი სტანდარტი არის სრულიად მიუღებელი. ასევე თქვენ გახსოვთ პოზიტივის ჟურნალისტზე ნათია ბერიძეზე და მის ოპერატორზე თავდასხმა, უხეში თავდასხმა. ამ თავდასხმის ავტორი იყო მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი ნაციონალი ზონდერი, რომელიც ახლა არის გვარამიას პარტიის წევრი, იყო ძალიან უხეში ფორმით გამოხატული თავდასხმა, როგორც ნათია ბერიძეზე, ასევე მის ოპერატორზე, თუმცა იქაც არავითარი დაგმობა ჩვენ არ გვახსოვს. ასევე თავდასხმა განხორციელდა ერთი წამით, გაჩვენდით ერთ წამით.
თქვენ თავს მიხედეთ. თქვენ თავს მიხედეთ. თქვენ თავს მიხედეთ. მაცადეთ. 3000 ლაიქს რომ მithვი. ბატონო ირაკლი, მოყევით გუშინ რაც. გაჩვენეთ თორე გაგაძევებთ. გაგაძევებთ თორე გაჩვენეთ. გაგაძევებთ. შემდეგი გივი კუჭავა. ეს არის იმედის ოპერატორი, რომელზეც ორკებმა იძალადეს რამდენიმე დღის წინ და არავითარი რეაქცია არ ყოფილა ამაზე. თქვენ ტელევიზიაში მათ შორის. გახსოვთ ეს? გახსოვთ? შინდელი ამბავი მოყევით დეტალურად როგორ დახლავდა. გაჩვენდიხ. შემდეგი ბესო გაფრინდაშვილი, გაჩვენდიხ. კარგად. ბესო გაფრინდაშვილი, გაჩვენდი. თორე გაგაცი. ბესო გაფრინდაშვილი საზმაოს ოპერატორი, საზმაოს გაიყვანეთ რა ეს. საზმაოს ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი, რომელსაც ერთ-ერთმა ურკმა, იღბიანმა დამიზნებით სახე შეესრულა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა და გადარჩა ეს ოპერატორი იმით, რომ მას ხელში ეჭირა კამერა და დაუზიანდა მხოლოდ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებდა ძალიან მძიმე დაზიანებას, ძალიან მძიმე დამწვრობას, არავითარი რეაგირება ამასთან დაკავშირებით, არათუ რეაგირება, არათუ დაგმობა, არავითარი გაშუქებაც კი არ გვიხილავს ძალადობის ამ ფაქტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტები. უფრო უმეტეს შემთხვევაში ნაცები და მათი ტელევიზიები, მათი NGO-ები ამ ფაქტებს, როგორც უკვე ვთქვი, აზიარებდნენ და იწონებდნენ. ის წინა ძალადობები არ დაგმო, მისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინც და მაინც დიდი ფასი არ აქვს, ეს მინდა გითხრათ. ვინ ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით უნებლიეთ თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიასროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად ეს სწორედ გმირი პოლიციელები არიან. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო მოთმინეებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციას დაჭირდა ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანების ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ აიტანონ უმძიმეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი საშუალებები, მედია საშუალებები, მათ უწოდებენ შავ-რაზმელებს, რუსულ ომოს და ასე შემდეგ. რაც არის უბრალოდ სამარცხვინო, ეს არის რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტის გამოვლინება. ხედავთ, რომ რუსთაველზე პროტესტის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღურად იკლებს და შესაბამისად საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად იკლებს ძალადობაც. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროტესტს მთლიანად გამოეცალა შინაარსი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ არავითარი ევროინტეგრაცია ხელისუფლებას არ შეუჩერებია, ეს ერთი. და მეორე, სინამდვილეში რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებულ ამ 3000 თუ 4000 ადამიანს, ეს არის ის, რომ მათ წააგეს უკვე მეცხრედ არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნის აყენებას ისინი ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგარეში არჩევნები, თუ ამას დააყენებენ, ამ მოთხოვნას თუ დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ, ყველას წვენია ერქვას ნაცი, ხო, ერქვას კოლექტიური ნაცმოძრაობის ხარდაჭერი. ჩვენ ხმა მოგცა 1,100,000-ზე მეტმა ამორჩეველმა და ამ ამორჩეველს, რა თქმა უნდა, ხმას ვერავითარი აგრესიული უმცირესობა ვერ წაართმევს. თქვენ იცით, რომ რუსთაველზე დაიწყო უკვე საახალწლო ნაძვის აწყობა დღესდილიდან. შოთა უტიაშვილმა, მე მინდა შეგახსენოთ, ვინ არის შოთა უტიაშვილი. ეს არის ერთ-ერთი ზონდერი ჟურნალისტი, სეკა კვესიტაძის მეუღლე. თავის დროს ის მუშაობდა მანო მერაბეშვილთან შინაგან განსაკუთრებათა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი, სწორედ რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის, უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მაშინ მოკლეს მერაბეშვილის და ნაცმოძრაობის ზონდერებმა 4 ადამიანი და სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს დაანონსა ნაძვისხის დაწვა. მე მინდა ყველას უთხრა, შემდეგი ნაცმოძრაობა ვერც არჩევანს წაართმევს ქართულ ხალხს და რა თქმა უნდა ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს.
ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, თითოეულ პოლიციელს იმისათვის, რომ ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის გუშინ ისინი მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და რა თქმა უნდა ასეთი სტანდარტით გაგზავნება მომავალშიც მოქმედება. მადლობა. კითხვებით თუ არის კი პასუხობთ. მოგესალმებით. ტელეკომპანია იმედი ნინი მაისროც, რადგან თქვენ უკვე ისაუბრეთ გუშინ მოხდა ძალადობრივ ფაქტზე, მე აღარ დავსვავ ამაზე კითხვას და უბრალოდ სოლიდარული ვიქნები ჩემი კოლეგების მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ თავად სოლიდარობა არ გამოვხატავთ ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენს მიმართ და სხვა თემაზე გადავალ. ევროკომისიის ანგარიშზე მინდა გკითხოთ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირების მიმართ შესაძლო სავიჟო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით და ამის პარალელურად ასევე საუბარია LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონპროექტზე და ასევე გამჭვირვალობის კანონპროექტზე. რას გეუბნებათ თქვენ ეს ფაქტი, როდესაც მიღებულ კანონებზე ისევ მსჯელობენ, ამის პარალელურად შესაძლო არის სანქციები დაწესდეს, ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს საუბარი და რა იქნება თქვენი პასუხი? ეს სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია და უკვე დიდი ხანია ძალიან არასერიოზული სახე შეიძინა ამ ყველაფერმა, რაც შეეხება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. როდესაც ერთმანეთს უთანაბრებენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები LGBT პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის რა თქმა უნდა უკიდურესად შემაშფოთებელი. მე მინდა შეგახსენოთ, რას თვალისწინებს ეს კანონი. ეს კანონი თვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი, არც ქორწინება და არც ერთსქესიანი პარტნიორობა, ან არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ითვალისწინებს ეს ყველაფერი იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა, არ შეიძლება ვინმე დაგაძალოთ, რომ მაინც და მაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ, მაგალითად სქესთან დაკავშირებით. არ შეიძლება კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ეგრეთ წოდებული სპექტრი და ასე შემდეგ. ანუ უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზე ამ კანონში საუბარი 20 წლის წინ ასეთ თემებზე სერიოზულად რო დაიწყო ვიღაცას საუბარი, ალბათ გავგვირდებოდა. თუმცა რეალურად დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე, დღეს გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გეწეროს ბევრი სხვა სქესიც. ეს ხო უბრალოდ გაუგონარი რამე და უფრო მეტიც ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე. არ არის ეს სწორი მიდგომა, რა თქმა უნდა ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულ საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას. მოგესალმებით, ბატონ პრემიერ, პირველ რიგში შეუძლებელია, რაც გუშინ მოხდა, ან მანამდე ხდებოდა, ეს არ დაგმოს რომელიმე ჟურნალისტმა ჩემი აზრით ის გამორიცხული ამბავია, ეს იყო საშინელება და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს დროზე მოეფინოს ნათელი ჩემი აზრით, ყველა შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად და როდის იყო. რაც შეეხება ვითარებას, როგორც დღეს მოვისმინეთ ჩვენ ოპოზიციის ლიდერებისგან, 4 ბარიერ გადალახული ოპოზიციის ლიდერებისგან, ისინი არაპირებენ კვლავ ასეთ პოლიტიკურ დიალოგზე წამოსვლას, ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, ფაქტია, რომ ქვეყანაში რაღაც კრიზისული მდგომარეობა. როგორია თქვენი ხედვა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ პროცესიდან? თუ რეალურად უკვე რამდენიმე დღეა ყველამ დაინახა, რომ საქართველოში ნაცმაიდანი ჩავარდა. ანუ ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვს. და როგორც უკვე ვთქვი, შეკრება არის მილევად რეჟიმში. ყოველდღიურად იგლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობას, რაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი, ხო? ანუ შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს. რას აპროტესტებენ, ვერავინ ვეღარ ამბობს. ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია ხელისუფლებას. ეს ერთი და მეორე, იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, ხო? მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ხარდაჭერები, ამოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად რჩება, ასე ვთქვათ, შინაარსისგან დაცლილი ეს შეკრება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ, რა თქმა უნდა, მათთვის. BMG თელარა გელანტია, ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ მალე მივიღებთ კანონსო და სახის დაფარვა აიკრძალება შეკრებების დროსო. პირველ რიგში მაინტერესებს რომელიმე აქციაზე თუ ყოფილ ხართ თქვენ
ნაციონალური მოძრაობის პერიოდშიც ისინი სხვა არბევდნენ, ისინი უშვებდნენ მხუთავ აირს, წიწაკის სპრეის და ასე შემდეგ და თუ განგიცდიათ როგორ გეწვის თვალები, როგორ იხრჩობი, როგორ ვერ სუნთქავ, როდესაც საპოლიციო ძალები იყენებენ ამ როგორც მხუთავ აირს, ისე წიწაკის სპრეის. პირველ რიგში დარბევა და დაშლა არის ორი სხვადასხვა არ აქვს მნიშვნელობა, კარგი. დამაცადეთ. თუ განგიცდიათ, ხომ მაინტერესებს. დარბევა და დაშლა არის სხვადასხვა რამ. დარბევა არის ის, რასაც აკეთებდა თქვენი პარტია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება მხოლოდ დაშლა შეგრებებს. რაც შეეხება სახის დაფარვას, ევროკავშირის ქვეყნები. არა, ერთი წამით მე სხვა კითხვა დავსვი. თუ განგიცდიათ რა გრძნობა, როდესაც იხრჩობი, როდესაც უშვებენ მხუთავ აირს. მანამდე ერთ კითხვას დაგესვა. კითხვას ვის უსვავ ახლა შენ? თქვენ გისვამთ. ვის? ირაკლი კობახიძეს, რომლის სტატუსია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. არა, პრემიერ-მინისტრს უსვავთ კითხვას. დიახ. მადლობა. გავაგზავნოთ მაშინ. მადლობა აღიარების სტატუსი ესე არის. არა, თქვენი კოლეგები არ აღიარებენ ამ სტატუსს. რამეს თუ გაძლევთ, სტატუსთან ერთად პასუხისმგებლობაც არის ეს. არა, თქვენ აღიარებთ ანუ სტატუსს. აღიარებთ სტატუსს. არჩევნები გიღიარონ ჯერ და მე არა, აღიარებ. თქვენ თუ აღიარებთ რომ მე ვარ არ აქვს ნიშნ მე პირადად უფრო პასუხისმგებლობას არა, ერთი წამით. თქვენ აღიარებთ თუ არა რომ მე ვარ პრემიერ-მინისტრი. თქვენთვის აქვს ამას დიდი მნიშვნელობა? იგი მაგითო გიგით. აი, მაშინ უფრო აღიარებდი დღეს თუ აქ დადგებოდი, თუ გულწრფელად ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია გაინტერესებს და პასუხისმგებლობას აიღებ. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის აღიარებთ თუ არა? აღიარებთ თუ არა? თქვენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? აი, გეტყვით, როცა ვერ ვაღიარებ. კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ შემდეგ ჟურნალისტზე. მადლობა. ძალიან გთხოვთ. გადაეცით მიკროფონი. ძალიან გთხოვთ. არა. არა, გადაეცით მიკროფონი შემდეგს. მოქალაქე ვარ და გეკითხებით. მიშა, რატო იქცევა ესე? გამოვართით. არა, ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ. თუ განგიცდიათ, რა გრძნობაა, როდესაც იხრჩობი. ანუ თავი როგორ დავიცვათ ამ საღამოს, როდესაც აქციის დაშლას დაიწყეთ? თავი როგორ დავიცვათ? გამოვართით მიკროფონი. არა, ვიხარით. ნუ ნინო, მიშა, მოგწონს რასაც აკეთებ ახლა? მოგწონს. ჯო პარტაქტივისტია, არც მოქალაქეა და არც ჟურნალისტი, არის პარტაქტივისტი, ტევ პირველი წარმომადგენელი ნაცი. ნაცი, ტევ პირველი წარმომადგენელი ნაცი ხარ. გამოვართით ახლა მიკროფონი. გამოვართით მიკროფონი. არ გაქვთ კითხვები, საღამოს რო დაშლიან. სალომე თქვი, საღამოს რო დაშლიან. აი, გადიახეთ. არც ერთხელ არ დაგიგმია, არც მეგინარსაუძის შემთხვევა, არც სალომე გობრუნიძის შემთხვევა. არც ერთი არ დაიგმია. არც ერთი. რატო არ დაიგმია? ეს იმიტომ რომ ნაცი ხარ და იმიტომ არ დაიგმია. გადი აქედან ახლა. ჯო გაიყვანეთ. იო. გადი. ჯო არ აღიარებ რომ კითხვას უსვამს პრემიერ-მინისტრს, ხო? აი, ვაღიარე. მადლობა. კი. აღიარე? კი, გაღიარე. ანუ ტევ პირველი აღიარებს ლეგიტიმურ მთავრობას. მადლობა. კითხვებზეც მიპასუხეთ. ჩემთვის თავარია კითხვები დავსვა, მით უმეტეს მოქალაქეები გვიყურებენ და ყველა დაზაფხულია. და აღიარებას, მადლობა. რა გაცინებთ ბატონო ირაკლი? მართლა რა გაცინებთ? ახლა მაგალ გაგაცევებ. ნაცისგან ნახე. კარგით, ნაცი რო ცდილობს. კარგით. ერთი წამით ახლა მაცადე. ნაცი რო ცდილობს რომ რაღაცნაირად მორალური უპირატესობა მოიპოვოს, როცა არის ნაცი, მოძალადე. ამდენი დღის განმავლობაში აპრავებს ძალადობას ქუჩებში. ამას აკეთებს თქვენი ტელევიზია, ტევ პირველი. პირდაპირ არა მარტო აპრავებთ, ხელს უწყობთ ძალადობას ქუჩებში. გმირ პოლიციელებს თქვენ უწოდებთ შავრაზმელებს და რუსულ ომოს. და მორალური უფლება არ აქვს საერთოდ რამეზე ელაბარაკოთ. არავით არ მორალური. ხალხმა განსაჯოს. როდესაც ეს განსაჯა, იმიტომ მივიღეთ 1,100,000-ზე მეტი ხმა. და თქვენ წააგეთ არავის არ მოულოცია გამარჯობა, რო წინთ ესეც ვიცით წინა ბრიფინგზე თქვით. ქართულმა ხალხმა მოგვილოცა, ტევ პირველებაც მოგვილოცა დღეს თქვენი სახეთ. კარგი. BMG ვარ ტევ პირველი, არა, მაგრამ ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ტევ პირველი ჟურნალისტებზე, როდესაც ისე 3,000 ლაიქიო, რო ამბობთ, ლაიქებს ითვლით ბატონო ირაკლი, ამისთვის ხალია? 3,000 ლაიქი რა, მოცლა უნდა, წერია რომ 3,000 ლაიქია, დათვლა უნდა ლაიქებს? და გუშინ მაკაჩიხლაძე რო სასიკვდილოდ გაწირეს და მისი ოპერატორი, მან არ დაგითვლიათ რამე? სასიკვდილოდ გაწირეს? ხო. რატო უტრირებ ახლა?
კისერს უგრეხდა ხალხნო ნინო მიშა ვერ ხედავდით გუშინ რაც ხდებოდა თუინმე გაწერეს იყო საზმოოს ოპერატორი რომელსაც სახეში ურამ როგავა თქვენმა სასიკვდილო თუინმე გაწერეს იყო საზმოოს ჟურნალისტი რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა ორკმა ესროლა სახეში დამიზნებით პიროტექნიკა და არ დაგიგმიათ არც ერთხელ ეს ფაქტი სირცხვილია რატო იცი იმიტომ რომ ნაცი ხარ და ნაცები ხარ თავიდან ბოლომდე თქვენი ტელევიზია აგიტა ვერ იმართლებდა როგორ დააბილეთ კრძალავთ ნიღბით ტარებას რას შვებით როდესაც თქვენ არ მიპასუხეთ იქამდე მიპასუხეთ თუ ყოფილხართ რომელიმე აქციაზე სადაც გაზი გაუშვეს წიწაკის სპრეი და როგორ იცით რა გრძნობაა როცა იწვი ვერ სუნთქა ვიხრჩობი ნახეთ ყოფილხართ აქციაზე როდესაც ხდება შეკრების დაშლა ნაციონალური მოძრაობის დროს აი მაგალითად რაღაც გაგი პროტესტებია გამოიყენება წყლის შავლი და აირი და შემდეგ რომ შეკრება დაიშალოს ამის გამოიყენება და როდესაც აკრძალავთ ამის ტარებას აი მოვკვდეთ იქ იმ მომენტში არ მოკვდება გერმანიაში მაგალითად აკრძალულია სახის დაფარვა შეკრების მონაწილეების მიერ რატომ იმიტომ რომ აპრიორი როდესაც მიდიხარ ნიღბებით შეკრებას ერთი რომ სერიოზულ რისკებს აჩენ ამით, იმიტომ რომ ძალიან უჭირს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და მოძალადეების იდენტიფიცირება ეს ერთი. ანუ აპრიორი ითვლება ის, რომ თუ სახე გაქვს დაფარული და ასე მიდიხარ შეკრებაზე, ესე იგი წინასწარვე ემზადები ძალადობისთვის. ამიტომ არ არის დაშვებული. 10 დღეა უკვე ყოველ ღამე შლით. უშვებთ ხუთავგაზ. დავიხრჩოთ აქციაზე? ძალადობთ, რო არის ძალადობთ, საერთოდ არ იქნება არც ხუთავი გაზი და არც წყალი. რომ არ გეძალადათ არ იქნებოდა არც ერთი და არც მეორე. ნახეთ გუშინ წინ რა ძალადობა იყო? ხო თავს იწონებდით იმით რომ 7 არის გუშინ წინ ბრიფინგზე რომ იცინოდით თან. მიადგნენ ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრას და აგინებდნენ უშვერი სიტყვებით და ესროდნენ ქვებს და შუშის ბოთლებს. აი ეს იყო და ამან გამოიწვია წყლის გამოყენება და გაზის გამოყენება. ეს იყო. თქვენი პარტია აკეთებდა ამას. კი, თქვენი პარტია. ანუ ეს კანონი რო ამოქმედდება? კი, ვერ გააკეთებთ ამას, გაგიჭირეთ. აქციაზე რომ მოვალთ, აი რას გვიზამთ? აი სალომე ქოქიაშვილს, მეგინ არსავიძეს, მეც. როგორც მოქალაქე, მშვიდობიანად ვდგავართ, მაგრამ თან ვიცით რა შეიძლება საღამოს იყოს და გვაქვს ნიღბები. არაფერი არ იქნება, თუ არ დაესხმებით თავს პარლამენტის შენობას, თუ არ დაესხმებით თავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არაფერი არ იქნება. შეიკრიბებით მშვიდობიანად და შესაბამისად ამ კანონს ექნება პრევენციული ეფექტი და არა რეპრესიული ეფექტი. ვეღარ გაბედავთ ძალადობას, როცა ეს კანონი მოქმედებს. მადლობა. რა მოიგეთ? 28 ნოემბრიდან არა, 28 ნოემბრიდან არჩევნები, რომელსაც არავინ არ გილოცავთ. თქვენ მომილოცეთ ეს რაღაც არც ქვეყნის გარე. არ გინდათ ეს იაფასიანი ირონია ბატონო ირაკლი. ახლა გაგაძევებ. ახლა ნუ ტლიკინებ მართლა. 28 ნოემბრიდან გაგაძევებ თუ გაგზელებ ტლიკინს. ნაცი რო ხარ არ გაქვთ ტლიგენის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მიგაჩვიეს ამას. სირცხვილია. რაც ხდება ქვეყანაში, როგორც პრემიერ-მინისტრი, რა პასუხისმგებლობას გრძნობთ და რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა? ეს არის მაიდნის მოწყობის მეოთხე მსვლელობა ამ 4 წლის განმავლობაში. ამას ჰქონდა გარე მხარდაჭერა, მათ შორის უცხოური დაფინანსება იყო ამ ყველაფერში ჩართული, თუმცა მე გპირდებით, რომ ამის იქით მაიდანი ცდილობის დონეზეც კი აღარ იქნება. თქვენ ვეღარ შეძლებთ ცდასაც კი, ანუ ნაცმაიდნის მოწყობის ცდასაც კი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 4 ნაცმაიდნის მოწყობის ცდილობის მიუხედავად მაიდანი ვინ მოაწყო? შევინარჩუნეთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. 28 ნოემბრის შემდეგ მაიდანი ვინ მოაწყო? თქვენ მოაწყოთ, თქვენმა პარტიამ ნაცმოძრაობა, კოლექტიურმა ნაცმოძრაობა. 40 მილიარდი კონკრეტულად მიპასუხეთ, ძალიან გთხოვთ, ბატონო ირაკლი. 28 ნოემბერს თქვენ გააკეთეთ ის განცხადება, რაც გააკეთეთ, ხო? ამას მოყვა თქვენი დეზინფორმაციული კამპანია. თქვენი დეზინფორმაციული კამპანია, თქვენ ატყუებდით ხალხს, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია და საბოლოო ჯამში ცადეთ მეოთხედ მაიდნის. თქვენი განცხადება ყველამ გაიგო ასე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ კითხვას, რაც წინა ბრიფინგზეც დაგისვით. მართლა არ უშვებთ წამით მაინც, რომ აზრი ვერ ჩამოაყალიბეთ, მაშინ თუ ეგ არ იყო თქვენი მიზანი? თქვენ ძალიან კარგად გაიგეთ, რაც ეწერა იმ განცხადებაში. იმ განცხადებაში პირველივე აბზაცში ეწერა რომ გრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია. თქვენ ვერ გაიგეთ. პირდაპირ ეწერა სიტყვა-სიტყვით, რა ჩამოყალიბება უნდოდა ამას. სიტყვა-სიტყვით ეწერა, რომ გრძელდება ევროინტეგრაცია, სიტყვა-სიტყვით ეწერა, რომ 90%-ზე მეც ვალდებულების შევასრულებდით 4 წელიწადში. თქვენ თუ ვერ გაიგეთ, უბრალოდ არ გაიგეთ.
და გინდოდა დეზინფორმაციული თქვენში გულისხმობთ ასობით საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, პროფესორს, ბიზნესმენებს, აი სხვათა შორის გუშინ წინ ყავდა ნინო ზამბახიძე სტუმრა, თქვენ ბიზნესზე ხო თქვით, მაგალითად რომ ბულინგის მსხვერპლი არიანო. არ ვარ ბულინგის მსხვერპლიო, გიპასუხოთ და არ წაკითხulis გაზრების პრობლემა აქვს არავის. წინ უძღოდა თქვენი დეზინფორმაციული კამპანია და ვინ ჩამოთვალეთ თქვენ იქიდან ვიღაცამ თქვენი დეზინფორმაციული კამპანიის გამო ვერ გაიგო რაღაცა. პირდაპირ ეთერში გააკეთეთ ეს განცხადება. ვიღაცამ არ გაიგო ეს რაღაცა. ამას წინ უძღოდა შემდეგ თქვენი დეზინფორმაციული კამპანია. ხვდებით რას გეუბნებით. დეზინფორმაციას თავის ძალა აქვს. მით უმეტეს თუ ვინმეს უნდა რაღაც დაიჯეროს. ხელისუფლება? არა, რო გჯობნით, იმიტომ არის რომ უკვე მე-9-ით მოგიგეთ არჩევნები. და 4 მაიდანი ჩაგივარდათ. ძლიერები რო ვართ ამიტომ. ერთი წამით მაიდანის ჩავარდნაზე როცა საუბრობთ. ვინ მოაწყო მაიდანი რა გამოდის ამ დღეების განმავლობაში? თქვენმა პარტიამ ნაცმოძრაობამ. არა, თქვენ გააკეთეთ განცხადება და ამის შემდეგ არის უკვე მე-11 დღეა ხალხი ქუჩაში, ხო? თქვენ სადეთ, რომელსაც ყოველღამე შლით, წყლით, ჭავლით, თქვენ სადეთ, გაზით, ნაცმაიდანის მოწყობა ამ დღეების განმავლობაში მე-4 უკვე 4 წლის განმავლობაში. თქვენ მხოლოდ საბაბებს დასდებთ. და მე-4 სადეთ ამ 4 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ნაცმაიდანის მოწყობა, მაგრამ ესეც ჩაგივარდათ. თქვენმა გადაწყვეტილებამ არ გამოიწვია ეს ყველაფერი? არა, ერთი წამით დავსვამ კიდევ რა მთავარი, აი რა შედეგი, რა მოიგეთ? აი მართლა მაინტერესებს 28 ნოემბრის შემდეგ. არა, 28 ნოემბერს გაკეთებული გადაწყვეტილებით რა მოიგეთ? ეს დღეები არის საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი. აი ეს მოვიგეთ კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანი ილუსტრაცია ჩადარდა ამ დღეების განმავლობაში, რაც დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, ლიბერალური ფაშიზმის საბოლოო დამარცხებაში. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. თქვენ ცადეთ ამ ქვეყნის არევა მე-4 უკვე ამ 4 წელიწადში, მაგრამ ყველაფერი იქნება კარგად, მინდა დაგარწმუნოთ ამ ყველაფერში. სახალხო დამცველმა თქვი, რომ ძალიან რთული ვითარება არის ქვეყანაში. ახლა დიემიდოიზე არის სპეციალისტები, ბიზნესმენები, საქმიანი ადამიანები, რომლებიც აი ესე თუ ძალიან არ ჭირს ქვეყანაში და ბიზნესობა არ ხდება, ხმას არ იღებენ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ წკიპზე ვარ სამოქალაქო დაპირისპირების და უკვე ნაცმოძრაობა რო ცდილობს მაიდანის მოწყობას, ეს არ არის სამოქალაქო დაპირისპირება. როგორც წინა შემთხვევებში ჩაგივარდათ ნაცმაიდანი, ასევე ჩაგივარდებათ ეხლაც. რა სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობთ? თქვენ ცადეთ ქვეყნის არევა და ჩაგივარდათ. დამთავრდა ჩაგივარდათ მაიდანის მე-4 მცდელობა. აი ახლა რა. გაჩერდი. ერთხელ მაინც დაგმეთ 500 კაცი რო ძალადობდა პოლიციელებს, დაგმეთ ერთხელ მაინც, დაგმეთ? არ დაგიგმიათ, ხო? ბიჭო, რა არის? რატო ჭიდაობთ ახლა? რატო ჭიდაობთ? არ ვაპირებ შაქმოსულას რა. და იმედი კადრები მაინც მიაწოდეთ და ნახეთ. თუ აპირებთ, ანუ არ ხარხულია ბიზნესის საერთოდ საუბარი, მაგრამ რა ვკითხულობთ ალბათ რაღაცეებს და ხვდებით რა განწყობაზე არის. აი, ვინმესთან ქონდათ კომუნიკაცია იმ school business-თან, წვრილთან, აი ვის ესაუბრეთ ბოლო დღეების განმავლობაში? ჩვენ მოდმივ რეჟიმში გვაქვს ყველასთან საუბარი. როგორც კი ჩაგივარდათ ერთწამით. როგორც კი არ მithავს. ასე არ მithავს. კი, მსხვერპლი კი. კი ბატონო. დეზინფორმაციის მსხვერპლი თქვი. დეზინფორმაციის მსხვერპლი. არა. ლაივში ყველას არ მოусმენია. მოიტყვებით. როგორც კი გეტყვით. გავიგე. როგორც კი გამოვართვით ახლა რა, კითხვა დასვი და კითხვა რომ მომწონს, იმედა გვასუხებ. ხო? და ყველა კითხვაზე ხო გიპასუხეთ? ყველა კითხვაზე. და საზოგადოება მოისმინა ყველა კითხვა, ხო? ახლა გეტყვით. როგორც კი ჩაგივარდათ მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა და ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას, ჩვენ წინა თვეშიც მიუხედავად თქვენი ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს,
ჩვენ გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა, 10 თვის საშუალო არის 10%, გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ აწარმოონ შეუფერხებლად საკუთარი საქმიანობა. აი ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თქვენ მეოთხედ სადეთ დაგეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი, ეს არის თქვენი ხელწერა. როცა იყავით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი რაც საკეთებდით, იყო ბიზნესზე ზეწოლა, ბიზნესის ეწოლა იყო თქვენი ხელწერა. რაც შეეხება ბიზნესმენებთან კომუნიკაციას, მუდმივ რეჟიმში გვაქვს ეს კომუნიკაცია, მაგაზე არ იდარდოთ. თქვენ. კი, გუშინაც, გუშინწინაც და იმის წინაც. არავის არ მოწონს ნაიდნის მცდელობა, ჩავარდნილის კი, მაგრამ ჩავარდა, დამთავრდა. ნაცმაიდნის მცდელობა. ხოთ. მოგესალმებით. დააცადეთ. არა, თქვენ ჩაატარეთ. მეოთხე მაიდნის მცდელობა გქონდა 4 წელიწადში. მეოთხე და 4-ვე ჩაგივარდათ. რატომ? იმიტომ რომ ხართ უნიათო რევოლუციონერები, ნაცები. მადლობა. მოგესალმებით, სალომე ქოქიაშვილი, პირველი არხი, პირველ რიგში უნდა დავიწყო აუცილებლად იმით, რომ არავის არც ერთ ჩვენგანს არასოდეს არ მოწონებია ძალადობა და ის კადრები, რომლებიც ვიხილეთ ეთერში. მართლა სული შემძვრელი იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მივხვდეთ იმისა, რომ მხარეს, ვისი სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, მინდა იმედი გაწყვეტინებთ ერთი წამით რა. რაც შეეხება სული შემძვრელ კადრებს, რა თქმა უნდა გეთანხმებით გუშინდელთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ იგივე მეგინ არსავიძის შემთხვევა, თქვენი ოპერატორის შემთხვევა, სალომე გობრონიძის შემთხვევა, ნათია ბერიძის შემთხვევა. მე თუ მკითხავთ, რაც იყო იგივე მეგი ნარსავიძის შემთხვევაში და სალომე გობრონიძის შემთხვევაში 10-ჯერ უფრო სული შემძვრელი იყო. 20 წლის გოგონას ალყაში რომ მოაქცევ და უშვერი სიტყვებით რომ აგინებ, ეგრეთ წოდებული გულწრფელი ახალგაზრდების ასეული რო ხარ, ხო? ეს არ არის 10-ჯერ უფრო სული შემძვრელი. და აქ იყო ბრიფინგი, რომელსაც ესწრებოდა 3 მაცმოძრაობის ტელევიზიის წარმომადგენელი, აქ იყო მთავარიც, აქ იყო ტv პირველიც, აქ იყო ფორმულაც, აქ დაუსვი მათ კითხვა. გმობდნენ თუ არა მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და არც ერთმა არ მიბასუხა. აი ეს არის მათი სახე. მე მესმის რომ თქვენ ხართ ადამიანები, თქვენ გაქვთ ღირსება. ისინი არ არიან ადამიანები და არ აქვთ ღირსება, მაგრამ აუცილებლად საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი. კითხვა დაუსვი სამივე მათგანს, თავარს ტv პირველს და ფორმულას პრინციპულად არ დაგმეს. რამდენჯერმე დაუსვი კითხვა და არ დაგმეს უმძიმესი ძალადობა. 10-ჯერ უფრო სული შემძვრელი იყო ძალადობა მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ და სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, თუმცა არც ერთმა პრინციპულად არ დაგმო ეს ძალადობა, ხო? რატო ვახსენებ ყველას ამას? იმიტომ რომ არავის არ ჯერა ვიღაცის ნიანგის ცრემლების, ხო? მათ უნდა დავანახოთ მათი სახე, უღირსის სახე საზოგადოებას ყოველჯერზე უნდა შევახსენოთ და დავანახოთ. კი, ანალოგიური შემთხვევა იყო ჩემთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვაზე ძალადობას მოვიწონებთ და იმედი მაქვს, რომ ყველას მოგვეცემა საშუალება იმის, რომ უსაფრთხოდ შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა, ამის თქმა მინდა. გადავალ სხვა თემაზე, ბატონო ერაკლი, ნახეთ გუშინ სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა პარიზში და როგორც მან მოგვიანებით თავადაც დატვიტა, ქონდა შეხვედრა ასევე დონალდ ტრამპთან საუბარი და ზოგადად ამ შეხვედრების ფორმატში ამბობს, რომ აწუდის ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სხვა ასე ვთქვათ ლიდერებს პარტნიორი სახელმწიფოებიდან, რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ ამ თემაზე, ანუ რა შეფასება და ვიცით რომ ძალიან მალე სალომე ზურაბიშვილს ეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილება. ნუ რეალურად ერთი რამ შემიძლია გითხრათ, 20 იანვრიდან ფიქრობთ, რომ ნიშნულოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, ნიშნულად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან რეალურად ნიშნულად დამშვიდდება ეს რეგიონი და ეს დადებითად უნდა ისახოს რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანასაც. შესაბამისად ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფიქრობ, რომ ასევე ამაზე მეტყველებს.
მოგესალმებით. აი, თუ შეიძლება კითხვას სამართლოდ ნაცი ხარ, გაქცე. მოგესალმებით. ნაცივით იქცევი, აი ესეც ხო ძალადობის ფორმაა. იმიტომ რომ ძალადობა არის ნაცის ხელწერა, ხო? აქ ძალადობ. არა. გამარჯობა. ხადაძე ტელეკომპანიები კითხვას სვავს. 502 კი რო ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ. ერთხელ ხმა რა მოგიღეთ პირიქით, ახალისებით ამ სისტემურ და უხეშ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. ფიჩის თქვენი პასუხისმგებლობა ის რომ ათეულობით პოლიციელს თავი აქვს გადახილი და მომიტინგეებსაც რომ ზიანი მიადგათ, ეგეც თქვენი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნაცების მოწყობილია ნაცმაიდანი. მადლობა. ფიჩის რეიტინგზე მინდა გკითხოთ, რომელმაც უცვლელად დატოვა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი და ზოგადად რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ეკონომიკაზე. რეალურად კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა, ძალიან კარგი მენეჯმენტი და სწორედ ამის დამსახურება ის, რომ გასული 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა, თავისთავად ის, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს კარგი მდგომარეობა, ვინარჩუნებს ძალიან კარგ მდგომარეობას, ეს არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ყველას ვპირდებით, რომ ის ბიზნები, რაც პროგრამაში არის დასახული აუცილებლად შესრულდება. ჩვენი მიზანია დამატებით 40 მილიარდი ლარით გავზარდოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ.